შოკოლადაში საუბარს ჩვენს მეორე სტუმართან დავით ზარდიაშვილის შემოგვიერთთან. კრიტიკოსი ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით რომ გამონახედო და მობრძანდით ჩვენთან და მე მოკლედ ტრიალებს სხვა გზა არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, ახალი პრეზიდენტი, ჩინეთი, ამათ შორის მოლაპარაკებები სხვა გზა არ არის. მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ისტორია ძალიან ტკბილად დაიწყო რაღაც ქართულ ზღაპარში რომ ისე კეთილად იწყება ხოლმე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ერთმანეთს ესაუბრა ტრამპი და სი ძინპინი ტელეფონით შემდეგ ინაუგურაციაზე დაპატიჟა თუმცა ის არ ჩავიდა და მოადგილე გაგზავნა მაგრამ ხომ დაპატიჟა და იყო რაღაც მოწოდებები რომ ისინი ორივენი იღვწვიან მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში რაღაც კაცობრიობის ბედნიერი მომავლისთვის და ასე შემდეგ ნუ უცებ ყველაფერი გადავიდა გადალაგდა ეკონომიკურ პლასტში ანუ კანადასა და ევროკავშირს გაუზარდა საბაჟო ტარიფები ამერიკის შეერთებულ შტატებმა ჩინეთსაც დაუწესა 10%-იან თუმცა ჩინეთმა საპასუხოდ ამერიკულ ქვანახშირსა და ნავთობს დაუწესა 5%-იანი გადასახადი და მანაც რაღაც ნაბიჯები გადადგა ასევე საექსპორტო გადასახადი დააწესა იმ რაღაც იშვიათ მეტალებზე გავრცელებული ინფორმაცია რომელიც ჭირდება ეს როგორც იაფი პროდუქტი თავისი ტექნოლოგიებისთვის გასაგები რომ იაფი დაუჯდეს და თვითღირებულებას ნაკლები იყოს და ამასთანავე ეს ალბათ გამოცდაც იაფი დაუჯდეს ამ ტექნოლოგიების და ჩვენ ახლა ისინი რაღაცნაირად მორიგდებიან ერთმანეთს ტრამპს თითქოს სურს სი ძინპინთან დალაპარაკება მაგრამ სი ძინპინი არ პასუხობს ნუ გასაგები ახლა ის მედის პოლიტიკური მოთელმა იმისთვის რომ შემდეგ უკვე მოლაპარაკების მაგიდასთან რაღაც თავიანთი შეთანხმდნენ მაგრამ ჩვენთვის ახლა მე ის ყველაფერი ისინი შეთანხმდებიან გასაგებია ჩვენ გარეშეც ჩვენი ანალიზის გარეშეც გადასარევად შეთანხმდებიან მაგრამ აქ არის ერთი მომენტი ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია ნუ რაც არის იმ სამყაროში როგორი გეოპოლიტიკური მიმართებაც არის და ჩინური ფული, ჩინური კაპიტალი ავტობანს აგებს კი ბატონო ეს გზა სჭირდება რაღაც ანაკლის სპორტივ დავამუშავე ამდენად მათ მოლაპარაკებებს ბევრი რამე თუ მათ ვერ მოილაპარაკეს ჩვენ საწაიეს რა მოუამ ჩვენ შუადერებას ჩვენ ფუნქციაზე მე ამდენად მაინტერესებს ჯერ ერთი ეს შიდა ომი, ნუ ომი ბჭყალებში რატომ დასჭირდა ტრამპს აი გადასახადების დაწესება, რას მოუტანს ევროკავშირის ქვეყნებისთვის და აი ასეთი სიამტკბილობის შემდეგ რომ ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, უცებ მაშინვე აი ამ ეკონომიკური მომენტის გამოგდება და ეკონომიკურ პლასში ფულში გადაყვანა ამ დავის. დიახ, ძალიან საინტერესო საკითხებს შეეხეთ და პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმები აუდიტორიას, მადლობა მოწვევისთვის და იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები და დინამიური გახდა ამ ტრამპის პერიოდში ეს განსაკუთრებით პირველი დღეები, ხო, როცა ძალიან სწრაფად მოქმედებს და პირდაპირ უკვე გამოჩნდა მისი ხელწერა, ასე ვთქვათ, რაც განსხვავდება პირველი კადენციით რო იყო 2016 წელს იმ ტრამპისგან, არა? მაშინ შედარებით ფრთხილი იყო, თუმცა რადიკალური, კი ბატონო, მაგრამ ასე ვთქვათ, შეზღუდული ქონდა სამოქმედო სივრცე. ახალი ფიგურა იყო პოლიტიკაში და პირდაპირ ბიზნესიდან მოვიდა და ესე იგი ტრამპის ხასიათისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იგი არის დილერი და დეველოპერი ხო რუსები რო ეძახიან ზასტროიში კი არა ესე იგი რაშლება ხო ესე იგი ტერიტორიას იღებს იქ თუ რამე დგას მიწასთან ასწორებს და აშენებს თავიდან სულ ახალს ესეთი ბიზნესი ქონდა მას ხო ეს ტრამპ ტაუერი საყოველთაოდ ცნობილია და რა თქმა უნდა არაფერს არ ერიდება ამ პროცესში ჯერ რა თქმა უნდა ეს ტერიტორია რომ მოიპოვოს განვითარების სივრცე ნახოს და შემდეგ თავისი ბიზნესი აკეთოს ასეთი არის ბულდოზერს ეძახიან ხო ბიზნესში ასეთი და პოლიტიკაში დაახლოებით ამ პრინციპით მოქმედებს ახლა მისი პირველი ნაბიჯები ახლა რა თქმა უნდა ეს მისი სტრატეგიული მიზანი არის ეს მაგა ხო ანუ ისე გავხადოთ შეერთებული შტატები ისე დიადია რა ასეთი და ახლა გუშინ სხვათა შორის მისმა პრესპიკერმა კეროლაინ ლევიტმა გამოაცხადა რომ თქვათ შეჩერდა ეს 30%-იანი ტარიფები მექსიკასთან და კანადასთან ერთი თვის ვადით იმიტომ რომ გარკვეულ დათმობებს მიაღწია მათგან რას რომ მექსიკის საზღვარზე განლაგდა 10,000 კაციანი კონტინგენტი მექსიკის მხრიდან რომელიც ხელშეუშლის ამ არალეგალურ მიგრაციას და ფენტალინის შეტანას რაც არის
საშინელება შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრობლემაა, იმიტომ რომ 200,000 ადამიანი ეწირება წელიწადში საშინელ სინთეტიურ ნარკოტიკს და იგივე რაღაც გარკვეულ შეთანხმება მიაღწია კანადასთანაც. იქაც რასაკვირველია ეს ტვირთის მოძრაობა მეტნაკლებად გაკონტროლდება და ვთქვათ შეერთებული შტატების ინტერესებში იქნება ეს ყველაფერი. რატო გააკეთა, ხო? ეს პირველ რიგში რასაკვირველია არალეგალური მიგრაციის და ნარკოტიკების შეზღუდვისთვის ეს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს, მაგრამ მთავარი მის ინტერესი ეკონომიკური თვალსაზრისით და ეკონომიკას შევეხეთ იგივე ჩინეთთან ურთიერთობების პერიოდში ეს არის უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტის, რაც აქვს შეერთებულ შტატებს იგივე მექსიკასთან, კანადასთან და ჩინეთთანაც ურთიერთობებში ამისი აღმოფხვრა, ხო? ესე იგი ამერიკა ყიდულობს უფრო მეტს, ვიდრე ყიდის. ეს რასაკვირველია იწვევს იმას, რომ ინფლაცია იზრდება, დოლარის უზრუნველყოფა ხდება, ასე ვთქვათ, პრობლემური და გამომდინარე აქედან მუდმივად უწევს შეერთებულ შტატებს ამ თავისი სახელმწიფო ვალის ზრდა. იმისათვის რომ თუნდაც ინფლაცია შეაჩეროს და ვთქვათ კეთილდღეობის ის დონე შეინარჩუნოს, რაც შეერთებული შტატებისთვის რასაკვირველია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათმოს რა. და აქედან დიახ, რასაკვირველია და აქედან გამომდინარე ცდილობს რომ ყველა რესურსი გამოიყენოს აი ამ მაგასთვის, ანუ შეერთებული შტატების სიდიადისთვის და ზოგჯერ ამას აკეთებს ერთობ ჯიქურ. აი როგორც ვთქვათ, როგორც დეველოპერი და დილერია რა. დილერი, ანუ ესე კი გარიგებების ძალიან დიდი სპეციალისტი. დიდოსტატი არა, მაგალითად ახლა ჩვენთან ზოგჯერ არასწორად ითარგმნება ხოლმე ტერმინები. აი მაგალითად რუზველტის კურსს ეძახდნენ ახალი კურსი, ხო? სინამდვილეში მაგას ქვია New Deal, ანუ ეს კი ახალი გარიგება. გარიგება, კი ბატონო. ხო, აი ეს ტრამპი ეს არის რაღაც New Deal, ანუ ახალი სისხლია შეერთებული შტატების პოლიტიკაში. ახლებურად ხედავს რა. დიახ, და ეს მარტო ახალი სისხლი არ არის, ეს არის რაღაც რადიკალურად განსხვავებული, მთლიანად შეტრიალებული არის შეერთებული შტატების პარადიგმა და ძალიან მაგონებს იმას, რაც მაგალითად გორბაჩოვის დროს იყო საბჭოთა კავშირში, ხო? ეს კრიზისში შესული ქვეყანა, როცა დაიწყო გორბაჩოვმა პერესტროიკა. განსხვავება რაშია, რომ ეს ძალიან ესეთია მკვეთრია, ჯიქურ ხდება ყველაფერი, მაგრამ ის პერესტროიკა იყო და ქართულად რო თარგმნო პერესტროიკა გადაშენებას ნიშნავს, ხო? სტროიკა, პერესტროიკა. გადაშენება და გადაშენებას კიდე ორგვარი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო და ნუ საბჭოთა კავშირი გადაშენდა, ხო? იმედი ამერიკა გადაშენდება. ეს პერესტროიკა კი არის, ეს ზასტროიკა, ნუ ტრამპის სტილი ეგ. დაშენება. გორბაჩოვმა არ იცოდა ის რაც ცუდი იყო, უნდა მიიღწია reset ეგრექვია ინგლისურად, ეს რომ ჩამოწერილი იყო, განადგურებული იყო, რასაკვირველია, მაგრამ რა უნდა აეშენებინა ის არ იცოდა გორბაჩოვმა, მან იცის. ზასტროიშიკია ეს. აი მაგალითად ძალიან კარგად გამოჩნდა მისი ასე ვთქვათ პოლიტიკის ხელწერა, იგივე ღაზას სექტორის მაგალითად. ამერიკა იღებს თავის თავზე ეს არის დაახლოებით ეგ არის გორდიის კვანძი რო გადაჭრა მაკედონელმა, ხო? აქამდე როგორ მოქმედებდა შეერთებული შტატები, ხო? მოქმედებდა ვთქვათ ჩემულითი გზით, რაღაც პროცესს წამოიწყებდა ხოლმე, შექმნიდა რაღაცა საერთაშორისო კონფერენციებს, მოლაპარაკებების სისტემას. ფარისეულობის მთელი კასკადი. აი მაგალითად როგორ მოიქცეოდა შეერთებული შტატები გორდიას კვანძის შემთხვევაში არა მაკედონელის ნაცვლად შექმნა რაღაც კომისია დაიწყებდა ამის შესწავლას ამ კვანძის გამოყოფდა ისეთი უზარმაზარ ფულს ჩაებმებოდა ინკლუზიურად უამრავი მონაწილე დაინტერესებული მხარეები გავიდოდა აწლეულები და ეს კვანძი დარჩებოდა ასე ფული შეიჭმებოდა ფული რასაკვირველია და ხალხი დასაქმდებოდა ხო და ეს არის ხო ესე კი ამ ფულის შეჭმა იქნებოდა ამ პროცესის ნამდვილი მნიშვნელობა არსებობდა. ის უბედური ხალხი ღაზაში დარჩებოდა ისე და შეერგა უბედურებული და ხოცი.
და იგივე იქნებოდა, ესე იგი ისრაელისთვის იქნებოდა გადაუწყვეტელი პრობლემა უსაფრთხოების და ყოველდღე უნდა ყოფილიყო 7 ოქტომბრის შიშში, რა. და მე არ მგონია ის რა ძალიან სიამოვნებდა ღაზაში ადამიანების ხოცვა და ბავშვების და რა თქმა უნდა ეს არ არის, ეს არის თავის ინტერესებიდან გამომდინარე. და ეს რაც არის სასიამოვნო პროცესი. უკვე 100 წელზე მეტია ეს პრობლემა არსებობს. ლორდი ბილფორი რო იყოს კი როცა პირველი მსოფლიო მიმდინარეობდა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორია იყო და აი მაშინ შექმნას 1916 წელს ჯერ კიდე როცა უკვე ცხადი იყო ეს პირველ მსოფლიო ომში ეს ბრიტანული წარმატება აღმოსავლეთში მაშინ შექმნეს პირველად ეს იერუსალიმის გარშემო ეს ებრაული ზონა და მაშინ დაიწყო ეს ალია, ანუ ებრაელების დაბრუნება. ეგ რასაკვირველია სიონისტების მოძრაობა, ეს ჰერცი რო იყო, რომელიც პირდაპირ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან დგას, ხო? და ეს დაიწყო ბრიტანეთმა ეს ამბავი, მაგრამ იმ დღიდანვე დაიწყო შეტაკებები პალესტინელებსა და ებრაელებს შორის. ანუ ამას შეაჩერებს შეტაკებებს ის პარტიულ ამერიკაში თუ ეს რასაკვირველია გამოვიდა. ეხლა აი ტექნიკურად ეს როგორ უნდა გამოვიდეს ეს თეორიის ვთქვათ იმ ტერიტორიაზე სადაც ცხოვრება შეუძლებელია ეხლა ამ ვითარებაში ხო არც დენი არც წყალი არაფერი ინფრასტრუქტურა არა დანგრეული სახლებია არის სრული ჰუმანიტარული კატასტროფა და თან არის უსაფრთხოების უზარმაზარი პრობლემა ვინ გესვრის რატო გესვრის ვინ მისაჩხუბება აქ გაუგებარია და ნუ რასაკვირველია ისრაელის არმია და ცდილობს რაღაცა ასე ვთქვათ ეს ტერორიზმის საფრთხე მაინც გაუნება იყოს და ეს ასე ვთქვათ ეს ხამასი და ჰეზბოლა გაიყვანოს ასე ვთქვათ პოლიტიკური ველიდან როგორც აქტორები ეს არის ისრაელის ინტერესი და ვითარება ასეთია ასე კი ტრამპი თავაზობს რომ ეს გაიწმინდება ეს ტერიტორია არა მარტო აგრევებისაგან არამედ იქ ცხოვრები ადამიანებისაგან მაგრამ ესე კი თავიდან ცოტა ხისტა თქვა აი გუშინ რო გითხარით უსმინე მეთქე ამ ძალიან საინტერესო პრესპიკერი ყავთ ხა ეს კეროლაინ ლევიტი შესანიშნავი გარეგნობითაც და ძალიან ხარტი აზროვნებითაც გამოირჩევა და კითხვებს პასუხობს შესანიშნავად რა ასე მთელი ეს თქვა სიღრმისეული წვდომით და მან თქვა რომ რა თქმა უნდა ეს იქნება რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არასწორად გაიგეთ რომ ტრამპმა ეს კი არა თქვა რომ ხალხი მუდმივად გასახვდება იქ არამედ ეს მოხდება იმ პერიოდით სანამ იქ არ აშენდება ახალი ღაზა და ეს ახალი ღაზა იქნება არა უბედურების სექტორი არამედ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორი პლანეტაზე საერთოდ ამის თქვა პირობას დებს ტრამპი როგორც თქვა ეს დილერი და თქვა დეველოპერი მაგრამ რასაკვირველია მთელი ამერიკის ფულით არ მოხდება მარტო აქ იქნებიან ჩაბმული სხვა ასე თქვა სერიოზული ინვესტორები მათ შორის ესე იგი ტრამპს იმედი აქვს თქვა საუდის არაბეთის ისრაელის და ასე შემდეგ ეს არ იქნება მარტო ეს თქვა სალსახად ტრამპის პროექტი არა ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ეს თქვა შეთანხმება რომ ეს ღაზას სექტორის პრობლემა გადაწყდეს ამ გზით ანუ ის ჩამოიწეროს რაც აქამდე იყო და აშენდეს სრულად ახალი ზასტროიში კი ამეთქი ხო ამბობა რა და ამისი ეს თქვა მოთავეა ის ნახოთ რა გამოვა ესე იგი როგორ იქნება ხლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დამოკიდებული მარტო ტრამპზე არა დამოკიდებული ისრაელი მხარს უჭერს ამას ძალსახად მაგრამ არის ნუ რასაკვირველია ეს მსოფლიოს აქ ეს ძველი ინერცია ხო აი თამაშის ის წესები რაც ჰეგემონიზმის დროს არსებობდა ცივი ომი რო დამთავრდა შეერთებული ამერიკისგან ელოდებიან ისევ ამას იქ ჯარში იყვანს, იქ რაღაცა აი როგორც გითხარით რა კომისია შექმნის, რაღაცას დაიწყებს. გადატრიალება მოხდება. იქ ვიღაცა მოხდება, დემოკრატიას აკვანი დაერწევა, მერე აკვანი გაჭედავს, კი ბატონო. ფულებს დახარჯავს, თავის კლიენტელას შექმნის, აი ესეთი რამე, იცხოვრებენ ესენი. ისინი შინ ევროპაში წავლენ მერე. ხო, ესენი იცხოვრებენ ბედნიერად და ის უბედურება რაც ტრიალებს, გაძლდება. კი ბატონო. ხო და სხვა რამეს თავაზობს, ხო, ჰეგემონიზმის ნაცვლად ტრამპის თავაზობს სხვა რამეს. ჰეგემონიზმი დასრულდა. ამისი ყველაზე ასე ვთქვათ, ნათელი ილუსტრაცია არის, რაც დაემართა USAID-ს, რა და ახლა რიგში დგას CIA. ანუ ცენტრალური სადაზვერვო აგენტო და ეს რას ნიშნავს, იმას კი არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები დასუსტდება ამით.
ესეთი ექსპერტული შეფასებებიც მოვისმინე, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გაუქმება ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების და არა deep state-ის განიარაღებას, არა და რა თქმა უნდა ეს რისკი არსებობს, არა, მაგრამ ტრამპი ამას აკეთებს, რომ გზები მოასწოროს იმისათვის, რომ ახალი აშენოს. ჩინეთთან რა ხდება, რომ ჩინეთი არის რა თქმა უნდა ეს ჩვენთან ჩვენზე როგორ აისახება ის იმიტომ რომ გაზა სექტორი ნაკლებად აისახება იქ რა მოხდება ყველა კეთილად ამყოფოს მაგრამ აი ეს ჩვენთვის ძალიან სასიცოცხლო კი ახლოს არის მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან სასიცოცხლო მომენტი არის ჩვენი სტრატეგია როგორი უნდა ახლა რა თქმა უნდა თქვენ სწორი აღნიშნეთ თავიდანვე რომ რაღაცაზე მოილაპარაკებენ და შეთანხმდება იმიტომ რომ მე არავის არ უნდა და ეს არის რა თქმა უნდა მეჩება რომ ვინმე ბირთვული რაც უნდა განავაგოს ჩინეთი და შეერთებული შტატები სამხედრო დაპირისპირებაში შევიდნენ ეს მოხდება მაგრამ იქნება რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული გამალებული კონკურენცია უფრო და უფრო მზარდი ჯერჯერობით ვითარება ესეთია რომ ეს გამალებული დაპირისპირება კონკურენციის თვალსაზრისით მიდის უწინარეს ყოვლისა ტექნოლოგიურ სფეროში რასაკურველია მიდის სავაჭრო სფეროში და რასაკურველია მიდის გზების კომუნიკაციების სავაჭრო სფეროს პირდაპირ არის ხო კომუნიკაციების ერთთან დაკავშირებული რასაკურველია მიდის ამ კომუნიკაციების სფეროში და სავაჭრო სფეროს ნაწილი არის ეს სატარიფო ომიც იმიტომ რომ როგორც გითხარით შეერთებული შტატებს აქვს ძალიან უარყოფითი სალდო სავაჭრო ბალანსი აქვს ძალიან არასასურველი ჩინეთთან ყიდის დაახლოებით 150 მილიარდის საქონელს ჩინეთში და ყიდულობს სადღაც დაახლოებით 2-ჯერ მეც რა შეიძლება მეცაც სადღაც 300-400 მილიარდის ფარგლებში უზარმაზარი რასაკ დეფიციტია ეს დეფიციტი აწვება საბოლოო ჯამში დოლარს იწვევს ინფლაციას შეერთებული შტატები იძულებულია რომ ეს ფულის მანქანა მუდმივად ამუშავოს ეს ბეჭდოს ეს ფული დოლარი ბეჭდოს და ჯერჯერობით დოლარი გადის მსოფლიოში ეს კი რა შრება ხო ეს იამაიკის სისტემა თავიდან ბრეტონ ვუდსის მე როცა უკვე სტანდარტი გაუქმდა უკვე იამაიკის თუმცა არავითარი უზრუნველყოფა აღარ აქვს გარდა იმ მსყიდველობითი უნარისა ან იმ საქონლისა რაც დოლარზე იყიდება და დოლარს რა იყიდა საქონელი ამ დოლარს ამ ვალუტაზე დოლარს რა ინახავს დოლარს ინახავს ჯერ ეს საუდის არაბეთთან დადებული შეთანხმება ნავთობდოლარებთან რომ ესე იგი საუდის არაბეთი იყო ვალდებული რომ მხოლოდ დოლარზე ევაჭრა ამ ნავთობით და ეგ არ არის თავი არის ეს მთელი მოგება უნდა დაებანდებინა მთელი არა ნუ დიდი ნაწილი ტრაჟერსებში ანუ ეს არის სახაზინო ვალდებულებები რასაც შეერთებული შტატები უშვებს ანუ ამ ფულს ესე იგი დოლარით ივაჭრებდა ეს დოლარი კიდე ბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში და საუდის არაბეთს რჩებოდა ფასიანი კაღალდები ანუ სახაზინო ვალდებულებები ამერიკის და ეს რასაკვირველია დოლარს იჭერდა ასე თუ ისე ხო ამ ესე იგი ბრიქსის შექმნასთან ერთად ესე როცა აირია მთელი მსოფლიო ხო ესე იგი როგორც იძახიან დასრულდა ეს ჰეგემონიზმი და რასაც კულტურულად ეძახდნენ წესებზე დამყარებულ წესრიგს არა რა თქმა უნდა ეს წესები იყო ჰეგემონური წესები ხო როგორც მან განსაზღვრა ის წესები იყო კი ბატონო ხო და რა თქმა უნდა ეს ჩვენს დადგა საუდის არაბეთმა დაიწყო ვაჭრობა ჩინეთთან უკვე არა დოლარზე არამედ სხვა ვალუტაში როცა მოსთხოვა ბაიდენმა რომ დაუბრუნდე ამ ჩვენს შეთანხმებას მიიღო უარი. ეხლა მოსთხოვეს რომ ავტობუს პასი დაწია რუსეთთან ზეწოლის გამო კიდე უარი მიიღეს. ხო ეს ტრამპის ისე რომ მე დავწერ. ხო დავამთავრებ იმით რომ ავტობუს პასი. ოპექს თხოვს რომ ესე იგი დაწიოს პასი რათა რუსეთი ასე თქვა განაიარაღოს ხო ამ ნავთობის შემოსავლების გარდა არ გამოდის თქვათ მას. ნუ რთული სიტუაცია ამ თვალსაზრისით და ნუ რა თქმა უნდა ტრამპი ჯერ ეს მაინც მოთელვებია რა ეს არ არის მოთელვა სად გაუვა და რამდენი გაუვა. თავარი რა არის ახლა თავარი არის ცენტრალური პრობლემა რა რამის არის უმთავრესი პრობლემა ეს რა თქმა უნდა არის რუსეთ-უკრაინის ომია რა რომელიც არის პირდაპირ
ასე ვთქვათ, დაპირისპირების ხაზი, კი ბატონო. ნატოსა და რუსეთის ეს ყველა პარამეტრით ეს არის პროქსი ომი, რომელსაც უკრაინელების ხელით აწარმოებს ნატო რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ იმალება, ხო? ეს ცხადია უკვე ყველა ხვდება ამას. ტრამპს არ უნდა რომ ეს მის პირთად იქცეს არა, იმიტომ რომ ამ ომში როგორც აშკარად გამოჩნდა, რუსეთი იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ნატო დგას უკრაინის გვერდზე, მაგრამ ნატოს არ აქვს ესეთი ინტენსიური პროექტი ან პროგრამა, რომ რუსეთის ამ უზარმაზარ სამხედრო მანქანას დაუპირისპირდეს, ხო? წერტილოვნად ასუსტებს, მე ასეთი შთაბეჭდილება. არა, წერტილოვნად თითქოს ასუსტებს, მაგრამ ასუსტებს, რომ ეგეც ძალიან დიდხანს. არა, მე გულისხმობ ცდილობს წერტილოვნად დაასუსტოს. ახლა ძალიან დიდხანს თუ გაგრძელდა ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის ვერ გაუძლებს ამას, მაგრამ უკრაინა მხოლოდ გაძლოს არა, რომ იომოს არა და უკრაინა უკვე ზღვარზეა, პრაქტიკულად კატასტროფის ზღვარზეა რა და ესეთი დამოკიდებულება, ესეთი ცინიკური დამოკიდებულება უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ გამოიყენოს საწვავად რუსეთის დასაზუსტებლად, ეს რასაკვირველია მთლიანად ანგრევს ამ დასავლურ ლეგიტიმურობას, მთლიანად ანგრევს ამ ნატოს კონცეფციას. ნატო ხო თავდაცვითი ალიანსია რა, თავდაცვითი პოლიტიკური ალიანსია და აბსოლუტურად საფუძველს აძლევს ვთქვათ ნებაყოფლობით თანამშრომლობას. მაგრამ ბანდად ვის თვალში აცლის რომ აი ამ მოსახლეობის თვალში, ესე იგი, როცა ისინი უყურებენ რომ ფიქრობთ რომ ამ მოსახლეობას დასავლეთის ეკოლექტივ დასავლეთის აი ასე ვიტყვი მე, აი დასავლური სახელმწიფოების ამერიკის შეერთებული შტატების ანაღლებს იქ როდესაც მედია ისე მიაწვდის, როგორც მიაწვდის ინფორმაციას უკრაინელები ანუ არა, ეს რასაკვირველია, ეს თავიდან არის გასაგებია, ხო, რომ ეს უკრაინელებს ვეხმარებით კონცეფცია ეს იყო, ხო, რომ დემოკრატია და ავტორიტარიზმი დაეჯახა ერთმანეთს. ეს იყო ბაიდენის, ასე ვთქვათ, მთავარი პარადიგმა, ხო, მთავარი ნარატივი, რომ მსოფლიო დემოკრატია იბრძვის მსოფლიო ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ამას ახლა ყველა ხედავს უკვე, რომ ეს ბრძოლა არ მიმდინარეობს დემოკრატიის სასარგებლოდ, იწვევს ამ დემოკრატიის დისკრედიტაციას, პირიქით ხდება. აღმოჩნდა, რომ თურმე ესე გაკნახეთ, როგორ შემოbrunდა საკითხი. თურმე ავტორიტარიზმი პროფექტიანია. ვიდრე შენ დემოკრატია და ეს ყველაფერი ესე იგი აი ეს უკვე პრობლემაა. ეს ყველაფერი აისახება რასაკვირველია მოსახლეობაზე და მით უმეტეს მოსახლეობა უყურებს, რომ ეს დახმარება უკრაინის მიმართ და ეს პოლიტიკა რა მთელ მსოფლიოში ლიბერალიზმის დემოკრატიული ესე იგი ლიბერალური დემოკრატიის ძლევამოსილი წინსვლა რაც იყო თქვათ 90-იანი წლებიდან მთავარი დროშა ხო ამ ჰეგემონიზმის. არა ერთი მსოფლიო წესრიგი ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე, ანუ მთელი მსოფლიო, ფუკუიამას ცნობილი ისტორიის დასასრული და ესე იგი მთელი მსოფლიოს გალიბერალ დემოკრატიულება რა ეს იყო ხო ჰეგემონიზმი და ჯარ გამოვიდა ეს არის იმდენად ცხადი და ნათელი და მკაფიო მოსახლეობისთვის. ეს მოსახლეობა ამას ამბობს იმის მაგივრად თუ სადღაც უკრაინაში შენი ჰეგემონისტური ამოცანები გადაწყვიტო აგერ ამერიკა დეგრადირებს, არა? ხდება საოცარი რა, ვოუკიზმი, როცა ესე იგი საღი აზრის საწინააღმდეგო ასე ვთქვათ იდეოლოგია იმარჯვებს ამერიკას ესე იგი ეს დეგრადაცია, ხო? სად გინახიათ წარმატებული ადამიანი, რომელიც თქვა ტრანსგენდერიზმს როგორც ასე ვთქვათ ახალ რელიგიას აღიარებს, ხო? ეს წარმოუდგენელია. ეს ისა, ხო, ეს ეს ყველაფერი ეს არის, ესე იგი რა გამოვიდა? ვინ ერჩის ამ ადამიანებს და რატომ უნდა ერჩიოდნენ, მაგრამ ეს რიგში რომ თურმე რუსეთი უფრო ეფექტიანია და ესე იგი ავტორიტარიზმი, ანუ ჩინეთი, რუსეთი, ирანი ეს ღერძი და ეს სამება, ხო? ბოროტების სამება როგორც ახლა ეძახიან. თურმე უფრო მაგარი ყოფილა რა, ეს ხო უზარმაზარი დარტყმაა რა. ბოროტების ღერძს ეძახიან მე მგონი, ხო, ღერძს როგორც არის, რა მნიშვნელობა გას დაარქმევენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ რეალურად ასეა, ხო? ესე იგი რუსეთის სამხედრო მანქანა რო ეგონათ რომ რამდენიმე წელიწადში განადგურდებოდა, რუსეთში დაიწყებოდა ეკონომიკური პრობლემები, შიდა დესტაბილიზაცია, იმასაც ამტკიცებდნენ და ძალიან ხმამაღლაც.
თან პირველი 2 წლის განმავლობაში 22-ში 23-ში რომ უკრაინა აუცილებლად მოიგებს ამ ომს არა და მის შედეგი საპირისპირო დადგა. ეს არის მთლიანად ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაცია. და ტრამპი თუ შეხედავთ ახლა რა არც თავის თქო საარჩევნო კამპანიის სრულობისას არც მერე აღარ ლაპარაკობს ამას. დემოკრატიას ძალიან იშვიათად ახსენებს, თუმცა რასაკვირველია ეს ამერიკის კონსტიტუციის ერთგულია და დემოკრატიული პრეზიდენტი რას აქ შეუძლებელია სხვანაირად, მაგრამ მისთვის თავი არის აღიაზრი და რეაქცია ამ სიგიჟეზე, რაც არის ეს ლიბერალური დემოკრატიის ასე ვთქვათ გადაგვარება, ხო, ეს ნეოლიბერალიზმი, რომელიც შეგვიძლია დავარქვათ, რომ არის პოსტლიბერალიზმი და ძალიან გავს ლიბერალურ ფაშისტსაც ეძახიან და ძალიან გავს ტროცკის, ნეოტროცკის, ძალიან გავს ხო ეს სოფლიო რევოლუციის იდეები და რაღაც ასეთი და ყოველთვის ასე იყო, რომ ეს კონსერვატიზმი იდეოლოგია კი არ არის იმდენად, არამედ არის საღი რეაქცია, საღი აზრის რეაქცია ამ საშინელ იდეოლოგიებზე და აი ეს არის ტრამპი, ხო, ის რაღაცა იდეოლოგიებისგან თავისუფალია შედარებით ცდილობს რომ ეს იდეოლოგიური საფანელი რაც შეიძლება როგორ აისახება ეს ბატონო ჩვენზე აისახება ჩვენზე აქ უნდა ვნახოთ რომ ეს კი სამი განზომილება აქვს ხო საქართველოს ინტერესებს ნუ ყველაფერი ეს არის დაკავშირებული რასაკვირველია ამ არეალთან ამ გეოგრაფიულ არეალთან სადაც ცხოვრობთ ეს არეალი უნდა გავიაზროთ სამ განზომილებაში პირველი ეს არის სამკვიდრო ანუ ეს არის ათადან და ბაბა და ჩვენი საცხოვრებელი ეს ერთი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამკვიდრო დაკარგო და ეს მეორე ეს არის ტერიტორია ანუ ეს არის გარკვეული იურისდიქციის ქვეშ და ეს ჩვენი სახელმწიფოა დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა და ესე კი ეს ტერიტორიული იურისდიქცია უნდა დავიცვათ ანუ არ უნდა დაუშვათ საგარეო ზეგავლენების ასე ვთქვათ ზომაზე მეტი საგარეო ზეგავლენები ამ ჩვენს ქვეყანაში ანუ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა და მესამე განზომილება ეს არის გეოპოლიტიკური სივრცე ხო რომელიც არის თქვა გზაჯვარი დინია რა აღმოსავლეთ დასავლეთის და სამხრეთ ჩრდილოეთის გადაკვეთაა რა ერთგვარია რა ვიწრო ყელია საქართველოს ეს კავკასიის გასასვლელია რა თქმა უნდა აქ მარტო ესე კი აღმოსავლეთ დასავლეთის შუა დერეფანი კი არ გადის არამედ ძალიან ახლოსაა და ასე ვთქვათ ერთ-ერთი ეპიცენტრია ჩრდილოეთ სამხრეთის მარშრუტი. როცა ეს გეოპოლიტიკური სივრცეების გადანაწილება მიდის, რაც საქართველოს ნაკლებად არის დამოკიდებული, რომ უზარმაზარი მოთამაშეები არიან, არა, ჰეგემონიზმი და მსოფლიო გადავიდა იმპერიალიზმის ვთქვათ წესებში მოდუს ვივენდი შეიცვალა ხო როცა იყო ესე კი ერთპოლუსიანი მსოფლიო გადავდივართ იქ სადაც სამი დიდი იმპერიაა რა ესე კი შეერთებული შტატები რუსეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა მაგრამ აღმოჩნდა სამხედრო პოტენციალის მხრივ და წარმოების მხრივ ტექნოლოგიების და ყველაფერი ეს ორეშნიკი და რა ну ჩინეთი ნუ გასაგებია უზარმაზარი მონსტრია რა რომელიც უბრალოდ თავისი წონით მილიარდ ნახევარი გაჭყლიტავს ყველას ერთად რა იმხელა ეს ბუნებრივად არის ვირტუალური იარაღის სროლა არ სჭირდება არა ხო ნუ ეხლა თვითონ არის მოსიარულე ვირტუალური იარაღი ჩინელი იყო ასეთი რომ მილიარდ ნახევარი ადამიანი ჩინეთში უცებ ერთდროულად რო აღტეს და დაღტეს 7 ბალიანი მიწის რო ექნება დედამიწაზე ეს ხუმრობაა რა იმდენი არიან რა და ნუ რა თქმა უნდა მათთან კონკურენცია ეს არ არის იული საქმე გაცილებით დიდი ჭკვა უნდა გქონდეს და მოხერხებულობა და შრომის უნარიანობა და ყველაფერია რა ანუ პირველ რიგში ტექნოლოგიების სფეროში და ტექნოლოგიების სფეროში ახლა მოხდა ახლა ხას ერთი-ორი კვირის ამბავია როცა ჩინეთმა რეალურად დაჩვენა დემონსტრირება მოახდინა რომ მას შეუძლია ამ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ძალიან ლამაზია ხო კი ბატონო დიდი გარღვევის მოწყობა და ამან გამოიწვია ნეიროქსელები ჩინური ძალიან ასეთ აქტიურ კონკურენციას მე მაინტერესებს ეს საკითხი ეს ამერიკულ ნეიროქსელებს საკმაოდ ისეთია რა აქ რა არის კი უწევს კონკურენციას ამერიკული კომპანიის რომელიც თან ჩინური უფასოდ აწვდის მომხმარებას არის ესე კი ყველაზე მოწინავე Nasdaq Corporation თუ რაღაც ეგრე ქვია რომელიც არის ესე კი ყველაზე მთავარი წარმოებული ამ ჩიპებისა რა ბოლო თაობის ყოველ წელს ახალი თაობის ამ ჩიპების უშვებს
და იყო უზარმაზარი კაპიტალიზაცია ქონდა რა, ინვესტორები ძალიან დიდი სიამოვნებით აბანდებდნენ ფულს მის განვითარებაში. და აი როცა ჩინელებმა მოახდინეს თავიანთი ახალი ხელოვნური ინტელექტის ეს ჩაპ GTP-ის ანალოგის დემონსტრირება და დაადასტურეს რომ ის ბევრი კომპონენტი უსწრებს ამ OpenAI-ის პროდუქციას, არა? აი ჩიპების წარმოებული კომპანიის, ასე ვთქვათ, აქციები 600 მილიარდით დაეცა დღეში. 600 მილიარდი დაკარგა, ასეთი რამე, ესე იგი საფონდო ბირჟის ისტორიას არ ახსოვს, ხო? ძალიან მძიმე დარტყმა იყო ეს და ნუ აქ უკვე რა თქმა უნდა ეს კონკურენცია სხვა ეტაპზე გადადის. ნუ ის თქვა უნდა ესე იგი სამი დიდი იმპერია არის და ფიზიკიდან არის ცნობილი როცა ესე იგი სამი ნათობის ამოცანა ქვია როცა ესე იგი ტრაექტორიები ამ ცდომილების ვინც ამოც მიზიდულობის ველში არიან უკვე წინასწარ გათვლადი აღარ არის უკვე შეუძლებელია რა მოხდა აქ არის ესე იგი კონდე სტრატეგია რომ შეინარჩუნოს სამკვიდრო იბრძოლოს საკუთარი ტერიტორიული იურისდიქციისთვის პირველ რიგში ამ ტერიტორიულ მთლიანობის აღსადგენად და უნდა იმოქმედოს ხილად რომ ამ გეოპოლიტიკური სივრცეებისთვის იმას ესე იგი არ შეწირო შენი ტერიტორია და არ შეწირო შენი ვთქვათ სამკვიდრო მithumetes არა და სააკაშვილი პირიქით მოქმედებდა ის ჩაერთო ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში და სონარ დადო თავისი ტერიტორია და სამკვიდრო ხო ახ სამკვიდრო დავკარგეთ არა ახლა ეს ჩრდილოეთ ქართლი რაც არის ის არა მარტო ტერიტორიული იურისდიქცია საქართველოს მოდის ქართლიდან რა სამოთა უკვე ეს ისეთი რამ არის რომ კარგით ბევრი გამგზავნა არა როგორი გადავა ძალიან საინტერესო საუბარი იყო მე და კიდევ შევხვდებით ერთმანეთს რაღაც ეს პირველ ნაწილში უფრო დიდი დრო გქონდეს ძალიან დიდი მადლობა გაიხარე ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს ჩვენ თქვენს უნდა დავემშვიდობოთ და შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის მადლობა